მოკლედ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო. პირველ რიგში მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, მადლობა ლაიქებისთვის, მადლობა რომ იწონებთ ჩემს ვიდეო გაშლებს, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, მე სტიმული მეცემა რომ ესე კი სხვა თემებით გაგიშალოთ, ну რა თქმა უნდა პირადზე მეტი ყურება და მეტი აქტივობა მხოლოდ პირად ურთიერთობებს აქვთ და მარტო ჩემთან არა, სხვებთანაც ასეა. ამიტომ შემოვიფარგლები ყოველთვის პირადი თემებით, მაგრამ გლობალურზეც გვინდა თუ არ გვინდა, უნდა გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან დროს მოგვიწია ყოფნა. და რაში გამოიხატება ეხა ეს მნიშვნელოვანი დრო? ზუსტადაც როგორც ხედავთ, რომ მეხუთე განზომილება გვიახლოვდება, ეს არის სულიერება, ეს არის დაახლოება შენს სულიერ, ასე ვთქვათ, სულიერად ამაღლებულ მასწავლებლებთან, იმ უზენაეს ნათელ ძალებთან და ეს გვინდა თუ არ გვინდა, გვჯერა თუ არ გვჯერა, ეხა არიან სკეპტიკოსები, არიან ძალიან ისეთი ადამიანები, ვინც მატერიალურად უყურებენ ამ ყველაფერს, ну მესმის თქვენი, რომ მაინდა-მაინც უნდა დაინახოთ, თუ არა და ისე არ გჯერათ, ხო? არიან ესეთი ადამიანებიც სამწუხაროდ. ეს თქვენი ნება, რა თქმა უნდა, ესეც თავისუფალ ნებაში არავინ არ ერევა, არც ერთი სული და არც ერთი ძალა და არც ერთი სისტემა, ეს დედამიწა იმისთვის, რომ ყველამ თავისი არჩევანი გააკეთოს თვითონ. ვერავინ წმინდა მამების ნათქვამს გავიმეორებ, ვერავინ ვერ დაგეხმარება შენი საკუთარი თავის გარდა. ისეთი დრო მოდის, ყველამ თვითონ უნდა გადაირჩინოს თავისი თავი, ანუ რა დევს ამაში აზრი. ჩვენი საქციელით, ჩვენი ფიქრებით, ჩვენი აზრებით და გავამახვილებ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ფიქრებზე და სიტყვებზე. ვერბალური, აი ეს ჩვენი მეტყველება ყოველდღიურად დააკვირდით თქვენ ფრაზებს, აი ძირითადად, ხო? როგორ კონტექსტშია ისინი. ნუ აყვებით ემოციურად, შეიძლება აი უცებ გაუაზრებლად თქვათ რაღაცა. და იყოს ეს სალანძღავი, საგინებელი, ну წყევლა ხო საშინელებაა, გინებაც ხო უარესი. აი ესეთი ნეგატიური კონტექსტის. და მე რეიცით უკვირთ ხალხს, რომ აი დაწყევლილი ვარ, აი თვალი მაქვს, აი ჯადო მაქვს, აი არ მიმართლებს, აი ჩაკეტილი ვარ. თქვენ თვითონვე იკეტავთ თქვენი საკუთარი სიტყვებით, რომელსაც, ანუ რა შედის, ის კი არ არის მთავარი, რა გამოედინება თქვენი ბაგედან, რა გამოდის და უნდა გამოდიოდეს თაფლი და სიტკბო, დალოცვა, ნუგეში, იმედი, სიკეთე, სიყვარული, ანუ ხო გესმით, პოზიტივი, ყოველთვის უნდა ეცადოთ, რომ თქვენი კონტექსტი იყოს უფრო კეთილგანწყობილი, უფრო პოზიტიური, უფრო სიკეთის, იმედის მომცემი და არა უარყოფითი და რატომ. თქვენ სადაც იმყოფებით, სადაც ხართ, თქვენს ირგვლივ ესე ხელს რომ გაიშვერ, ხო, ასე ვთქვათ. აი, მთელი ამ ხელის სიგრძის რადიუსზე უხილავად არის ეს აურა, ხო, ასტრალური ჩვენი სხეული. მეცნიერებაც დაამტკიცეს უკვე, არ უნდა ამას ახლა ჩემი ლაპარაკი აქ და ის იღებს სხვადასხვა ფერს. ნახეთ, ჯერ ბინძურდება აურა. და როგორც კი შენ გამოსცემ, ნახე, ენერგია, მთელი ფიზიკა არის აგებული და მეტაფიზიკაც იმაზე, რომ ეს ჩვენი დედამიწა, ჩვენი პლანეტა არის ცოცხალი, ხო? მესამე პლანეტა მზის სისტემაში, რომელიც არის ცოცხალი, ყველაფრით. სულიერი, მშვენიერი არსებით. ესეა მიჩნეული.
და რა თქმა უნდა, შემოქმედმა შექმნა ეს დედამიწა, ეს ცოცხალი პლანეტა ჩვენ ადამიანებისთვის, რომ ჰარმონიული ურთიერთობა გქონოდა მთელ გარე სამყაროსთან. მათ შორის მეგობრობა, გაგება და ესეთი თბილი ურთიერთობა რა მოკლედ. და თქვენ როგორც კი გამოსცემთ ამ უარყოფით, ნახეთ, უხილავად რა ხდება. ეს უარყოფითი სიტყვა არ იკარგება, იმიტომ რომ სიტყვა არის ღმერთი და პირველი იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთის. გესმით? ანუ სიტყვით შეიქმნა სამყარო, ხო? ამიტომა ეს ვიბრაციები, ამიტომა ეს მელოდიები, ამიტომა ეს ჰერცები, მე რო უსმენ აგერ მუსიკას რომ აქ ჩართული მაღალ ვიბრაციულზე 963 ჰერცზე, ანუ ეს ღმერთის ყველაზე მაღალი ჩაკრის ჰერცად, ვიბრაციად ითვლება, რომელიც სამყაროსთან, უზენაესთან, ღმერთთან, შემოქმედთან ყველანაირად კონტაქტში შედიხარ, მასთან ენერგეტიკულად იღებ უკვე მისგან, ასე ვთქვათ, მის შემოდის ეს, გესმის, თქვენში შემოდის ენერგია რა არის, ანუ როგორც კი გამოსცემ ამ უარყოფით, ნუ გაგიკვირდება მერე, რომ თუნდაც ეს იყოს არ იყოს თქვა ცალანძღავი სიტყვა, საგინებელი სიტყვა, იყოს რაღაცა ესეთი კონტექსტის უარყოფითი, ოღონდ პრეტენზიული, უმადური, ანუ ხო გესმის, რატომ ესე ვარ, რატომ იმას რატომ და მე არ, ანუ უკვე იმას რატომ ეს და მე რატომ არა ეს და ანუ ხო მიხვდით, ხა არ მინდა გავიმეორო, ესეც უკვე დამაზიანებელია და წარმოიდგინე, შენ რო ილანძღები, შენ რო ითათხები, შენ რო ამ უარყოფით და თან ემოციურად, ხო, ამას რო გამოსცემ, უხილავად შენ აკეთებ იმხელა, დარტყმას, ხო? შენს ირგვლივ. ხო აბინძურებ ყველას და ყველაფერს. თუ ვინმე არის შენი ადამიანი, ახლობლები, მით უმეტეს შვილები თუ ყავს. ყველას აბინძურებ, ყველას უკეტავ. და შენ თვითონაც ის ხო მერე ბუმერანგებით ბრუნდება. არ იკარგება სიტყვა სამყაროში. თქვენ წარმოიდგინეთ და გიკეტავს ერთია, მაგრამ დაავადმყოფობები, დაავადებები გეწყება. აი ესეთი ძალიან დიდი ძალა აქვს უარყოფით ენერგიას და ეს მინდა უბრალოდ რომ გაიაზროთ. და არასოდეს უნდა შევიკავოთ თავი, კი ადამიანები ვართ, ხო? ხშირ შემთხვევაში შეიძლება წამოგწდეს, ხო, რაღაც. მეც გქონია ესეთი შემთხვევა, ვერ მაპატიე. ანუ მექანიკურად ხდება. არ უკვირდებით, ემოციურად უცებ. წამოვენთე და თქვი, მაგრამ ნუ მერე ხო ვნანობ ამას. სიტყვაზე ვიძახი. ხო და ვცდილობდეთ, იმიტომ რომ ჩვენ სიტყვასაც უკვე ძალა ეძლევა. ეს ენერგია, რომელიც ადის, ხო, და სულ ვიძახი ამას და არა მარტო მე. რატო ხდება ხ სიტყვას, რატო დაუკავშირე? იმიტომ რომ ეს ჩვენი სიტყვები უკვე მატერიალიზდება ხალხო და ამიტომ და ფიქრებით. ფიქრების გაწმენდვა და აზრების გაწმენდვა ეს კიდე სხვა თემაა. ანუ ამაზე მართლა მუშაობაა საჭირო და გაგდება იმ ცუდების რო შემოდის, ხო? არ ვღებულობ თქმა, იმიტომ რომ ბოროტს შეუძლია შიშ ფოთი რაღაცა ესეთ პანიკური ფიქრები შემოიჭრას, ანუ შენ როცა დაბინძურებული ხარ, იგივე ამ შენი ესეთ სალანძღავი, ხო, უარყოფითი კონტექსტის სიტყვებით, ფიქრებით უკვე ბინძურდები, ის შენი ფარველი, გინდა ანგელოზი დაუძახე, გინდა ძალა დაუძახე, გინდა თვითონ ის ენერგია, ხო, საფარველი ყველა ადამიანს აქვს, ბინძურდება, გესმის და უკვე ის მისი დამცავი სტრუქტურა აღარ არის. და ამიტომ არის ყველა რელიგიებში აბსოლუტურად რო გადავხედოთ, ხო, ეს სულიერი, გასაწმენდი, მარხვა, ლოცვა, ყველაშია, ხო, მანტრები, აფირმაციები, ანუ რატოა? აი დაუკვირდით, ლოცვები, რატოა? მაშინ არ ვილოცებდით, არ გავაკეთებდით არაფერს, ვიждებოდით ეს და ვიქნებოდით ამას რო აზრი არ გქონდეს. ყველა რელიგიაშია, ხო? ესე იგი აუცილებელია. აბა გიჟები ვართ, რომ ლოცულობთ, გიჟები ვართ, რომ თქვათ, ყოველდილით ვაგზავნით მადლიერებას, სიყვარულს, სამყაროს და გვინდა გადარჩენა და რაც თავარია, რა უნდა გავაჟღეროთ, ნახეთ?
რომ გვინდა სიცოცხლე, გვინდა ბედნიერი ცხოვრება. და ვითხოვთ, რომ გაგვიგრძელონ ჩვენ დედამიწას, გაუგრძელონ პერიოდი, ცხოვრების პერიოდი. იმიტომ რომ არის საშიშროება, კატაკლიზმების არის საშიშროება, სტიქიური უბედურებების. იმიტომ რომ იწმინდება სამყარო, ძალიან დიდი სიბოროტე და ბევრი თან, რაც თავარია. და თვითონ სამყარო და დედამიწა ისე არის მოწყობილი, რომ თვითონ წმინდავს, გესმის, თვითონ აბალანსებს და ეს ხდება ცეცხლით, მიწისძვრებით, წყალდიდობებით. მაგრამ ეხლა უფრო ძალიან დიდი საშიშროება არის წყალდიდობების, ოკეანეების, ანუ დედამიწის ის ფილები შიგნით, ხო? სულ იძვრის, სულ ესე იგი გუგუნებს რა შინაგანად. და ეს ყველაფერი არის გამოწვეული უარყოფითი ენერგიებისგან, ამდენი ომებისგან, ამდენი რაც ხდება. ეს არის უარყოფითი ენერგია. ის სადღაცა უნდა დაგროვდეს. და როცა არის მასიურად უარყოფითი, მერე ხდება უკვე ესეთი რაღაცები. უკვე ბუნებაში, ანუ იქ ამოიფრქვევა ცუნამი, იქ მიწისძვრა მოხდება, იქ ცეცხლი გაჩნდება, ანუ ხო გესმით. სამყაროც ანალოგიურად როგორ გითხრათ, რეზონანსია რა. ადამიანს ღმერთმა მისცა ეს ძალა, რომ ჩაუდო თავისი ნაწილაკი და უთხრა შენ ხარ შემოქმედი, ჩემი ნაწილაკის გამაგრძელებელი, ანუ მისი DNK დევს ყველა ადამიანში, ხო, ღვთიური. და წარმოიდგინეთ, ეს რო ადამიანმა გააქტიუროს, შემოქმედი ვით იქნება. მაგრამ ჩაგვიშხეს რო იტყვიან, ანუ ჩაახშეს და ყველანაირად ისეთ მდგომარეობაში დააყენეს ადამიანი, ჩააყენეს, რომ ეს შესაძლებლობები, ეს ნიჭები, ეს გამოღვიძება, ხო, ჩვენი ტალანტების ნიჭების, ეს ზებუნებრივი ძალების არ აწყობთ იმ ძალებს, ვინც მართავენ დედამიწას, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩააქრონ, ჩაახშონ, ის ჰიმტლერები რო ამბობენ, ანუ რომ დაფრინავენ და აფრქვევენ ამ შხამს, რატო ხდება? ის ვაქცინები, რომელიც იყო განკუთვნილი თვითონ კოვიდისთვის და სინამდვილეში ექსპერიმენტი იყო განხორციელებული, მასიური გენოციდი ადამიანებისთვის, რატომ რომ მოეკლათ ეს, ზუსტად ეს ზებუნებრივი ნიჭები, იმიტომ რომ დედამიწა გადადის ახალ ვიბრაციულ, მაღალ ვიბრაციულ სიხშირეზე. და ეს იწვევს ადამიანების გამოფხიზლებას, გამოღვიძებას მასიურად და ეს არ უნდა და ამასთან ერთად ადამიანი უკვე ხდება ზებუნებრივი, როგორი ინტუიციური, ეხსნება მესამე თვალი, ტელეპათიური ნიჭი, კიდევ ძალიან ბევრი ნიჭები, მკურნალობის, დისტანციური მკურნალობის, რაც ვთქვი ახლა სიტყვის მატერიალიზაცია, ხო? ფიქრებითაც უკვე შეგიძლია შენ მატერიალიზაცია მოახდინო, შენი თავი განიკურნო, სხვასაც დაეხმარო, ანუ ძალიან ბევრი რაღაცეები. მოდის ეს დრო. ეხლა იმათ ეს აწყობთ? კითხვა ეს არის. არა ბატონო. და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი და როცა შემოდის შიში მათი მხრიდან, ბოროტისგან არის შიში, ხო? ბოროტი ძალისგან. პანიკა, იგივე ომი, იგივე ვირუსი, იგივე არ ვიცი კიდე რას მოიგონებენ და რას არ ვიცი, მოკლედ. ბევრი გეგმები აქვთ, ადამიანს ეხშობა ყველანაირი სულიერი თვალი, ანუ ეხურება რა. ის დაპანიკებული, შეშინებული აღარ იცის უკვე რა ქნას, ანუ დაბნეული და რა ზებუნებრივი ნიჭზე და საერთოდ რა სულიერებაზე აქ ლაპარაკი. რაც გააკეთეს, ხო? და ისევ ამას აპირებენ. ეცლებათ, დამიჯერეთ მათ ის ნიადაგი, რაზეც ამდენი წლებია იყვნენ. აღარ მორჩა, მოვიდა დრო, გადასვლის დრო, დიდი გადასვლის დრო.
და აქ უნდა დამკვიდრდეს ოქროს ხანა, აქ უნდა იყოს სულიერება, აღორძინებული უკვე ღმერთთან კავშირი და შენ ნათელ ძალებთან უნდა კონდეს კონტაქტი და უნდა დაბალანსდეს ეს ყველაფერი. და ეს გენაცვალი არ უნდა იმას დაიპყრო იმან 6000 წლის უკან დედამიწა ჩამოვიდა აქ და ბატონობს და მთელი სიბოროტე თუ კი რამე არის მან შემოიტანა. კარგით მოკლედ ვაგრძელებ პირადზე დაშლას და თქვენი აქტუალური თემები რაც არის ეს არის ადამიანი რა მდგომარეობაშია ეხლა ჩაიფიქრეთ ორ ვარიანტზე გავშლი იმედია დიდი ვიდეო არ გამომივა ეხლა ჩვენთვის თქვენთვის საინტერესო ადამიანი რა მდგომარეობაში ორ ვარიანტზე ვშლით ჯერ რა ენერგიები და მდგომარეობა რა ენერგიებშია და რა მდგომარეობაშია პირველი ვარიანტი რა ენერგიებშია და მდგომარეობაშია მეორე ვარიანტი აი ესე დავაწყობ ორ ვარიანტზე იქნება დავამატებ 78 კარის დასტას თუ ფიქრობ ჩვენზე და რა კონტექსტში გვიხსენებს ეს დაშლა უფრო მოკლე იქნება. რა თქმა უნდა შესავალი მეტი, იმიტომ რომ უნდა იცოდით რასთან გვაქვს საქმე. რა კონტექსტში და როგორ ფიქრობს თქვენზე პირველი ვარიანტი, როგორ გიხსენებთ? რა კონტექსტში და როგორ გიხსენებთ და როგორ ფიქრობთ თქვენზე მეორე ვარიანტი? და დავამატებ ესეთი ბოშური ორაკულის კარტია. რა სიახლე გველოდება მისგან ამ ახლო მომავალში. აი ორაკულმა გითხრათ, რა სიახლე მოვა მისგან. ამ ადამიანისგან, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. რა სიახლეს უნდა ელოდოთ. და დავიწყეთ. პირველ რიგში ორივეზე, ვამახვილებ. ეს პირველი ვარიანტია, ეს მეორე ვარიანტია. ისე დავაწყობ, რომ თქვენ დაინახოთ და აირჩიოთ. აი, ნახეთ, პირველი იქნება ესეთი ყავისფერი. თუ მოყვითალო, თუ მოყავისფრო. ესეთი მიწის სტიქის იასპი, ესე ქვია. და მეორე იქნება ესეთი მწვანე ნეფრიტი. თქვენ აირჩიეთ ახლა ან ორივეს მოусმინეთ, ან რომელიც გულთან უფრო ახლოს მოვიდა, დავიწყებ პირველი ვარიანტი. იასპით. მიწის სტიქიას იასპი. რა მდგომარეობაშია, რა ენერგიებშია ეხლა ეს ადამიანი? ჯერ ესეთი პასიური კარტი ამოდის პირველ ვარიანტთან. თქვენ უდაოდ ხართ მისი საყვარელი ქალი, ადამიანი, რომელიც მას ნამდვილად გულში ყავს და უყვარს. მე ნახეთ რა მოვიდა. უნდა რომ თქვენ იყოთ მისი ოღონდ ამას პასიურად, აი როგორ გითხრათ, არ აქტიურობს, ეჭვიანობს თქვენზე. პირდაპირ ამოვიდა რომ მისი, ესე იგი, ის ქალი ხართ რა, მისი გულის სწორი ქალი ხართ. გრძნობაც აქვს, მაგრამ ამოდის მსხვერპლ შეწირვის კარტი, რომელიც ამოყირავებულია და აქ კიდე შეიძლება ეს განვიხილოთ, რომ თითქოს ქორწინებაშია ეს ადამიანი და ვერ გამოვიდა ამ ქორწინებიდან. აი ესეთი ვარიანტი შეიძლება ვთქვათ, საჯარო გაშლა და ხა ყველაზე არ არის, თუ არ არის ქორწინებაში, მაშინ რატომღაც ვერ მოხდა თქვენი დაკანონება, ურთიერთობის, ხო? სულ რაღაცა უშლის ხელს და უშლის ხელს რა? უშლის ხელს ხელს ის რომ გადის ეხა ძალიან დიდ სამყაროსეული, ნახეთ, აქაც უზენაესი სასამართლოს კარტი, გაყოფა. კარტი, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანები უნდა გაიყონ მასშტაბურად მთელს დედამიწაზე, მთელს კონტინენტზე. დედამიწელები, ხო, ჩვენ. ნათელი ძალები, რომლებიც მოდიან უკვე და აქ არიან და ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ დაბალ ვიბრაციებში, იმ ინფერალურ არწებებთან ერთად ცხოვრობდნენ, რა არის ეს ცხოველის კიდევ უფრო დაბალი დონე, ხო? ჭამა, სიამოვნების მიღება, უკაცრავად და სექსი.
და მორჩა. ანუ ამის იქით უკვე რო აღარა აქვთ რა არაფერი. არანაირი სულიერება რომ მათში არ არის. აი ესეთი სიტუაცია და ძალიან დიდი ქვესკნელია. რას ნიშნავს? დედამიწის ქვემოთ არის ქვესკნელი. ნახეთ, იქ როგორც ასეთი ფიზიკური არსებები არ ცხოვრობენ. იქ არის ასტრალური, ანუ სულიერი არსებები, რომლებიც არიან უარყოფითი კონტექსტის და არიან, რა თქმა უნდა, ვიცით ვინც და არ მინდა ახლა მათი სახელის წარმოთქმაც, ისინი ცხოვრობენ იქ ქვესკნელში და აი ზუსტად ეს ხდება ზემოდან, რაც ახლა ვილაპარაკე ზოგადად შესავალში, თუ მისმინეთ და გეყოთ მოთმინება, იმიტომ რომ ძალიან ბევრს არ უნდა ხოლმე და მეჩხუბებიან. ნახეთ, იხსნება ცა პორტალი, გამოდიან ჩვენი ნათელი მფარველი ანგელოზები, ეს არის მთავარანგელოზ მიქაელის მთელი მხედრიონი, მისი უმაღლესი იერარქების ნათელი, ანგელოზთა დასის და ჩამოდიან დედამიწაზე ადამიანების დასახმარებლად და ამ დროს დიდი მიწისძვრა, დიდი ცუნამი, დიდი აი მასშტაბურად ძალიან დიდი ამოფრქვევა ხდება ვულკანის. იმიტომ რომ ცეცხლი, მიწისძვრა და წყალდიდობა ერთად არის ამ კარტში. და ეს ადამიანები, იმიტომ რომ მათ უკვე არაფერი აღარ გამოასწორებთ, თუ კი არიან ისეთები, რომ რაღაცა გამოასწორებთ, ნახეთ, ღმერთს არ უნდა ადამიანის ყოველი სული მისთვის ძვირფასია. და თუ კი არიან ისეთები, რომ ცოტათი მაინც შეიძლება კიდე გადმობირება აქეთ, ხო? სინათლისკენ და გამოსწორება, აუცილებლად ჩანს მისცემენ, მაგრამ უმრავლესობა და ძალიან ბევრი უკვე არიან ისეთები, რომ მათ ცეცხლის, აი ღთიური ცეცხლის ალის გარდა, ხო, იმ ვულკანის გარდა, იმ სტიქიური დიდი უბედურების გარდა, წყალდიდობის გარდა, რაღაც ვულკანის ამოფრქვევის გარდა, სხვა არაფერი არ გამოასწორებ და არ უშველით და დედამიწაზე რამოდენიმეჯერ იყო ესეთი სიტუაცია, როცა ცივილიზაციები არასწორად იქცეოდნენ და რო იტყვიან სამყაროს და ღვთიურ კანონებს არ ღვევდნენ, ვიცით ისტორიიდანაც და გადმოცემითაც და ბიბლიაშიც, ხო, ძველ აღთქმაშიც, როგორ მოხდა წყალდიდობა, როგორ მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორ იგივე სოდომი და გომორა, როგორ ერთი თვალის, ანუ დახამხამებაში გააქრო, ანუ დაწვა ის ზღვაც კი დამწვარია, იქ მკვდარი ზღვა, ხო, ადგილას და ესეთი შემთხვევები ყოფილა დედამიწაზე და აი ეხლა ზუსტად აი ამ სიტუაციაში ვართ ჩვენ. და გავაგრძელებ ისევ ამ ადამიანზე საუბარს, რომ აი ესეთ სიტუაციაში მან უნდა აირჩიოს ან იქით ან აქეთ, გესმით? იმიტომა ეს მსხვერპლშეწირული კარტი, რომ ვერ გადაწყვით არც იქით და არც აქეთა და ასე უკვე აღარ შეიძლება. თქვენ რო ხართ მისი გულის სწორი ქალი, ჩანს აგერ, მაგრამ სასამართლოს კარტით ჩანს, იმიტომ რომ შეიძლება ოფიციალურად ან დაშორებულია, ან უნდა რომ დაშორდეს და ვერ ბედავს, მაგრამ იქნება რაღაცა ახალი სიახლე მისგან. აუცილებლად ეჭვიანობაც არის რაღაცა ახალ სიახლეს გაიგებთ და ეს ყველა ვარიანტში მოუწევს, უნდა თუ არ უნდა, გადანაწილება ხდება და რომელ მხარეს აირჩევს, ეს მხოლოდ მასია დამოკიდებული. ანუ აქაც თავისუფალი ნება არც ერთი არსება არ ერევა. იმიტომ რომ ერთადერთი პლანეტაა დედამიწა, სადაც ვაძლევენ საშუალებას, რომ ჩვენ აქ თავისუფალი ნება ავირჩიოთ. მადლობა პირველ ვარიანტს, ურებისთვის, მოსმენისთვის, მოთმინებისთვის და გადავედი მეორე ვარიანტთან. თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ, თუ რეზონირდა, მომწერეთ, იმიტომ რომ გავიგო მეც აბა, როგორ მოგწონთ ჩემი გაშლები. მეორე ვარიანტო. შენთან სიტუაცია ასეთია. შენ თვითონ ხარ ძალიან კარგ მდგომარეობაში იმ მხრივ, რომ მატერიალურად არ გიჭირ, შეიძლება სამსახური გაქვს, სტაბილური შემოსავალი გაქვს, მაგრამ შეგვხვდა ადამიანი, რომელიც გაღლეტილია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ადამიანმა, რომელიც მათ მოგპარა,
არათუ ცხოვრების წლები, არათუ შენი ენერგია, ასევე იმალებოდა, გემალებოდა, განგრევდა წლების განმავლობაში და შენი ენერგიით იკვებებოდა. ეს ადამიანი იყო როგორც სულელი, ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ რომანტიული, მაგრამ აი ჩამოყალიბებული რო არ არის და რო არ იცის რა გააკეთოს, ანუ საქმე რო არ აქვს. შეიძლება აქ რაღაც მომენტში ქონდა, მაგრამ აი ხო არის სერიოზული ადამიანი, ხო? და აქ ამოდის აბსოლუტურად არასერიოზული ადამიანი, რომელმაც არ იცის რას იზავს, არც არანაირი გეგმა არ აქვს, რას გააკეთებს, მიდის წინ და შენ, ანუ როგორც სტაბილური ქალი, რომელსაც გაქვს ინტუიცია, ჩამოყალიბებული შენი სამსახური, შენი შემოსავალი, ნუ ესეთი ქალი ამოდის, არ ვიცი. რასაც მაძლევს ინფორმაციას კარტი, იმას გეუბნებით და განგრევდა რაღაც პერიოდი. გაქვს ენერგეტიკული მიჯაჭვულობა ამ ადამიანთან, მაინც ვერ შორდები ისიც. და თან მაჩვენებენ, რომ კპარავს ამ ენერგიას, ფაქტია. და ეს შენ განგრევს და დიდი ხანია თუ არა ეს ესე გრძელდება, ვეკითხები აგერ კარტს. დიდი ხანია ესე გრძელდება? ეს სიტუაცია თუ ესეა. კი. და ეხლა მისი დასასრულიც მოდის. ანუ რას გულისხმობ? ენამ მიყიულა, ანუ დასასრული რისი ამ სიტუაციის დასასრული, იმიტომ რომ აქაც ნახეთ, ისევ ამოდის ეს მნიშვნელოვანი კარტი, უზენაესი სამართალი, გინდა განკითხვის დღე დაარქვით, გინდა გაყოფა გადანაწილება სულების, იმიტომ რომ მიდის დიდი ბრძოლა ადამიანების სულებზე და გადანაწილება. და მერე აი ამ გაყოფის შემდეგ, როცა ის აირჩევს უკვე, დარჩეს აი იმ გაუთვითცნობიერებელ, ესეთ განულებულ სიტუაციაში, როგორშიც ეხლა არის, იმიტომ რომ ვერ იღებს გადაწყვეტილებას და უჭირს, ფაქტია, თუ აირჩევს ნათელ მხარეს, სადაც იქნებით თქვენ და დაქორწინდება თქვენზე. ნუ აქ ესე ჩანს. ნუ ყოველ შემთხვევაში თუ ოფიციალურად არ დაქორწინდება, მაშინ ერთად იქნებით, იმიტომ რომ არ არის ეს ადამიანი ისე რომ იყოთ თქვენ ერთად. ხან იქით არის, ხან აქეთ არის და თან გპარავთ და უკვე მოგპარათ რაღაც წლები, რომლებმაც კოშმარად გიქციათ რაღაც პერიოდი, მაგრამ ვერც თქვენ ცილდებით და ვერც ის, მაინც რაღაც პერიოდი დაშორდებით, ისე ხვდებით, არ ვიცი, აი ესეთი კარტი ამოდის და ნუ უნდა დავეკითხო, ეხლა და რჩევა ვკითხო მეორე რესპონდენტისთვის, აბა. მეორე ვარიანტისთვის რას ურჩევთ, ვინც მეორე ვარიანტი ჩაიფიქრე. ურთიერთობაზე. ისევ დანგრევა ამოდის და ოჯახი ამოდის და მე სიყვარული. ანუ აქ ეხლა მე შემიძლია ვთქვა ესეთი რამე, რომ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს მასში, რომ მან, როგორც სულელმა, მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილება და ან ხელი გთხოვოთ, ან გითხრათ, რომ თქვენთან სერიოზული ურთიერთობა უნდა, იმიტომ რომ სიყვარული არის, პარტნიორული ურთიერთობა არის და მერე ამოდის უკვე ერთად ყოფნა და სტაბილური თანაცხოვრება. მაგრამ ჯერ უნდა მოხდეს დანგრევა, ანუ რის ამ ადამიანს აქ რაღაცა ისეთი. და ეხა ეს არის საჯარო გაშლა და რა თქმა უნდა ესე დეტალებში მე ვერ ვკითხავ, რაც უშლის ხელს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს, ანუ ვერ ღებულობს გადაწყვეტილებას. კი, აქ გრძნობა, აგერ მაჩვენებენ, რომ ქურდობდა, გპარავდათ, ანუ ენერგიას, პირდაპირ იმას კი არ ვიცახი, რომ რამეს ენერგეტიკულ დონეზე ვამბობ რა, არიან ენერგოვამპირები, რომლებიც თქვენი ენერგიით საზრდოობდნენ და ეს ადამიანიც ამ დაგვარია. იმალებოდა, კიდე არ ვიცი, რაღაც სიტუაცია ქონდა ისეთი, რომ იმალებოდა, ესე იგი რაღაცას არ გეუბნებოდათ ბოლომდე, არ იყო გულახდილი და ამას უნდა ეხა არასაჯარო, არამედ დეტალური ჩახედვა ამ მომენტის, ხო, ახსნა. და ეს არის საჯარო გაშლა. თუ რეზონირდა ძალიან კარგი, მაგრამ იცოდეთ, რომ უნდა დაანგრიოს ის წარსული. ამაზე მეტყველებს კარტი
განკითხვის, რაც გამოდის, რომ აუცილებლად ამანაც არჩევანი უნდა გააკეთოს და საერთოდ ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, იმიტომ რომ უკვე მოვიდა დრო, გვეუბნება კარგი. უკვე მეორედ ამოვიდა უზენაის სამართალი და განკითხვის დღე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს დიახაც არიან, ჩამოსულები არიან ჩვენი ნათელი მფარველები, აქ არიან და უნდა, პარიადოკ, რუსებმა ვიციან, ხო? რუსაფობობა არ დამწამოთ. ეს წესრიგი დაამყარონ, ხო? და ეს წესრიგი აუცილებლად დამყარდება, გადანაწილებაც მოხდება. ყველა, ვინც, რა თქმა უნდა, თქვენც, ვინც მიყურებთ, თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელ მხარეს გინდათ, ვისთან გინდათ, სად გინდათ, ვინ გინდათ, რომ თქვენი ბატონი იყოს. და შემდეგ უკვე მოხდება აი ესეთ დაწყობილ დედამიწაზე, რომელშიც უკვე ვეღარ იქნება თვალთმაქცობა, ბოროტება და ბევრი კიდე ცუდი რაღაცები, რაც ჩაგვიტარეს და გაგვიკეთეს, სიცრუე, რაც თავარია ტყუილი და ღალატი და ასე შემდეგ, აი ეს მანკიერი თვისებები. და დაბალანსდება ყველაფერი და ისევ ჰარმონიაში უნდა შევიდეს ჩვენი პლანეტა, ჩვენი ცოცხალი დედამიწა და ჩვენი სამყარო. ანუ აი ესეთი გეგმა აქვს ჩვენს მამა ღმერთს, მამა შემოქმედს და აქეთ მიდის ყველაფერი. ამიტომ ეს კატაკლიზმები, ეს რაც ვთქვი, ხო, სტიქიური უბედურებები იქნება, მაგრამ ეს არის ადეკვატური რეაქცია იმ დიდი უარყოფითი საქციელების და სიტუაციების გამო, რაც დაგროვდა მთელ დედამიწაზე. ასე რომ მშვიდობას გისურვებ და აბა თქვენ იცით. დამილაიქეთ.